Დაბრუნდით პირდაპირ ეთერში და ვაგრძელებთ შუადღეს გადაცემის მეორე ნაწილში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ერთ-ერთ ძალიან საინტერესო გამოცემის შესახებ ვისაუბრებთ ჩვენ სტუმართან ერთად. ეს ის გამოცემაა, სწორედ მე მინდა რომ თან მაყურებელს ვაჩვენოთ და გეტყვით რომ ამ გამოცემის სახელწოდება არის ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში. სტუდიაში შემოგვერდა სტუმარი ქალბატონი მზია სურგულაძე, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროწოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების ხელმძღვანელი. მადლობა ქალბატონზე მობრძანებისთვის და პირველ რიგში დავიწყოთ რა თქმა უნდა გამოცემის მნიშვნელობა, არსი და ის მასალები, რომელიც შეიტანეთ აღნიშნულ ციკლში. დიახ, აი როგორც სათაური თქვენ ბრძანეთ გამოაცხადეთ, ეს მოიცავს შუა საუკუნეების საქართველოს სამოხელეო წყობას, ანუ სახელმწიფოებრივი ისტორია განუყოფელია მისი სამოხელეო წყობისაგან. ცხადია და აი ამ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ჩვენი რასაც შუა საუკუნეებს ვუწოდებთ, რა თქმა უნდა სამოხელეო წყობა ყოველთვის ერთგვაროვანი არ იყო და მანაც ბევრი ცვლილება განიცადა. თუმცა სამოხელეო სისტემა მაინც იწყება ელინისტური ეპოქიდან, საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორიის გათვალისწინებით. თუმცა ყველა ეპოქაზე ჩვენ თანაბარი წარმოდგენა არ აქვს სისხლის მიხედვით, ეს წყაროებზეა დამოკიდებული, მაგრამ ცოტა რამ ვიცით აი ამ ყველაზე ძველი ეპოქიდანაც. ყველაზე სრული ცოდნა ჩვენ გვაქვს უკვე განვითარებული შუა საუკუნეებიდან და გვაქვს უფრო აი გვიანდელი შუა საუკუნეებიდან, აი მე-18 აქ მოდის ეს ჩვენი თხრობა ერეკლე მეფის პერიოდით ასრულებს, ანუ სახელმწიფოებრიობის დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს არსებობასთან წყდება აი ეს ჩვენი მასალა. ეხლა ასეთი სტრუქტურაზე მოგახსენებ, ჯერ აი გარეკანზე მოთავსებულია ეს ფოტო, ჩვენი ეროვნული მუზეუმში არის დაცული ეს ხელი ეგრეთ წოდებული სტელა, ქვის სტელა, რომელზედაც გამოსახულია ხელი. და ეს ხელი თავისთავად არის სიმბოლო ძალაუფლებისა. აი ჩვენ დღეს ხმარობთ ყოველ ჩვეულებრივ სიტყვებს, როგორც არის ხელისუფლება, მოხელე და ასეთ განსაკუთრებით. ეს მომდინარეობს სიტყვიდან ხელი, რომელსაც აი რეალურად აღიქვამდნენ აი ამ სიმბოლოს მნიშვნელობა, სადაც ხელის გამოსახულება იყო, იქ ნიშნავდა ყველასთვის, რომ ეს იყო აი ვიღაცის, ვისაც ეკუთვნოდა შემდეგ მას განმარტებითი წარწერებს დაუთავდნენ, რომ მისი ძალაუფლება ვრცელდება. და ჩვეულებრივ ხელის გამოსახულება მეფეებს ეკუთვნის. ეხლა ვიგით ვიღა ფეოდალს ხელის გამოსახულებას არ ეკუთვნოდა. იგულისხმება რომ ხელი, აი სრულყოფილი ხელი, ანუ რაც გვაქვს ჩვენ სიტყვაში ხელმწიფე, ხელმწიფე მეფის სინონიმია რა, ეს მეფეებს ეკუთვნოდათ და ძალაუფლება მეფე რა თქმა უნდა ყველა ფუნქციას ვერ შეასრულებდა რა და ის უნაწილებდა უკვე მოხელეებს რა. აი ესეთი აღქმა აქვს ამ ეპოქას ხელისუფლებისა, რომ ხელისუფლება თავად არის მეფის პრეროგატივა, იმიტომ და მეფე არის აუცილებლად კურთხეული, ესე იგი წყარო ხელისუფლების არის ზეციური კურთხევა და არა ვთქვათ არჩევა, როგორც თანამედროვე დემოკრატიის პირობებში ხდება ხოლმე ან ძველ დემოკრატიებში. და შუა საუკუნეებმა იცის კურთხევა, ზეციური კურთხევა მეფისა და მეფე უნაწილებს ამ ხელებს რაღაც ფუნქციების საშუალებით სხვადასხვა თანამდებობის პირს. მაგრამ ამასთანავე, რადგან ის თვითონ არის უკვე ღვთილდადგინებული და საეკლესიო კურთხევას იღებს, თვითონ მოხელეების დანიშვნასაც ახლდა გარკვეული რიტუალები. საკმარისად ისეთ საეკლესიო ელემენტებს შეიცავდა ესა. დიახ, ну თქვათ ვიცით, ყველასი კი ჩვენ არ ვიცით, მაგრამ გვაქვს აი ვთქვათ ხელმწიფის კარის გარიგება, გვაქვს მინიშნებები თამარის ისტორიკოსთან, გვაქვს აი ერისთავის დადგინების წესი და რაღაცა ძეგლების თავთაქვიან არის ასეთი მატიანე შუა საუკუნეებზე, სადაც დაახლოებით მინიშნებულია მაგალითად ერისთავს როგორ ინსიგნიებს, რა ინსიგნიები ქონდა, ანუ სახელისუფლო ნიშნები, მას ქონდა წყარო ამბობს, რომ მეფის მიმსგავსებული სამოსი ეცვაო, ქონდა სამხედრო აღჭურვილობით შეყაზმული ცხენი და შუბი თოლოსანი, ესე იგი შუბი და ცხენიც თვითონ იყო ესეთი ჯაჭვით შემოსილი
და ბეჭედი ქონდა კიდევ, ესე იგი სამოსი, აი ეს ხელისუფლების აღნიშნული ბეჭედი და კიდევ აი ჩაცმულობაც ეს მეფის წარმომადგენელი იყო რეგიონებში ერისთავი და ამიტომ მეფის მიმსგავსებულად უნდა ცნობდა. ნუ არის ამ მოხელეების ვთქვათ იერარქიის გამომხატველი შიდა იერარქიის გამომხატველი ასევე მათი სამეფო კარზე მისვლის წესი, ჯდომის წესი, ვინ ვის როგორ უნდა მიესალმოს, ესე იგი სიტყვა, ქცევა, ჟესტიკულაცია, ფილმებში ხო გვინახავს რა ვთქვათ, ევროპულ ფილმებში ყველა ქვეყანას შუა საუკუნეებში აქვს თავისი წესები, მაგრამ არსებითი და მსგავსი ის წესია, რომ აუცილებლად უნდა იყოს დაცული იერარქია, უფროს უცროსობის წესი და ეს უნდა იყოს გამოხატული სხვადასხვა კომპონენტში, ეს იქნება ჩაცმულობა, ეს იქნება სამეთყველო ნორმები, ჟესტიკულაცია და ყველაფერი. ისე რომ ეს იერარქია დადგენილია აი ცენტრალური ფიგურის მეფის მიმართ. აუცილებლად იგულისხმება აი მისი მოხელის ქცევა და მისი თამდაბლობის იქნება თუ დაბალი საფეხურის გამომხატველი ჟესტიკულაცია ყოველთვის მიემართება მეფეს, იგი ვიც არის ყველაზე მაღალი იერარქი. ნუ ეს რამდენადაც გვაქვს ჩვენ წყაროებში მცირე მასალა, მაგრამ მაინც გვაქვს ეს ყველგან არის ასახული. ეხლა აი ამ წიგნის ფარგლებში ეხლა თვითონ სტრუქტურაზე მოგახსენებთ, რომ თავიდან წიგნი იწყება შესავალი ზოგადი მიმოხილვით საერთოდ სისტემა ჩვენთან როდის ჭრდება, რა სამხელო ინსტიტუტები ვიცით ყველაზე ძველი და მე როგორ ვრცელდება და ვითარდება ეს ინსტიტუტები და მთლიანობაში ვავიღოთ. ეს იქნება ესე ვთქვათ საქართველოს სახელმწიფოებრივი ისტორია მხოლოდ მოხელეებში. მოხელეებით, აი ამ ასპექტით არის საქართველოს ისტორია. აქ მარტო ტერმინოლოგიას რომ გადახედავს ადამიანი, უკვე ისეთ პლასტებს ნახავს, ენობრივ სხვადასხვა პლასტებს, ვთქვათ ძველი სპარსული, ბერძნული ტერმინები, სამოხელეო ტერმინები, ბერძნულ ბიზანტიური, საკუთრივ ქართული რასაკვირველია და ბევრი არაბული არის მერე თურქ-სელჩუკების ეპოქიდან შემოსული ტერმინები, აი ძლიერი სახელმწიფოები ვისაც ჰქონდა და ჩვენი მეზობლები, რაც არის ძლიერი მეზობლები, მათი სამოხელეო ტერმინოლოგია ჩვენთან ადვილად იკაფავდა გზას, თუმცა შინაარსობრივად ის მაინც ადგილობრივ იურიდიულ ნორმებზე იყო და ადგილობრივ ვთქვათ აი მიწათმფლობელობის სისტემაზე მორგებული, ესე იგი შესხება კი არ იყო, ტერმინოლოგიური შესხება იყო თვითონ ინსტიტუტი, რა თქმა უნდა იყო თავისი შინაარსით ისევ ქართული რჩებოდა, რომ ამის შესხება საერთოდ შეუძლებელია. ეს სოციალური განვითარება და საზოგადოების ეს ორიენტირები, კულტურული ეკონომიკა, ყველაფერი მოქმედებს იმაზე, როგორი რაში ნაასი უნდა იდოს ამათ თუ იმაში სამოხელეო ინსტიტუტში. ნუ აი ესეთი აი ზოგად მიმოხილვას მოსდევს მე საკუთრივ ენციკლოპედიური ლექსიკონი. აი ამას ქვიან, აი ამ წიგნს ქვიან სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში და აი ჭხილებში არის სათავეში არის თორე გამოყენება. აი ეს არის ენციკლოპედიური ლექსიკონი. ეს ტერმინთა განმარტება, ტერმინთა განმარტებები შედის, არა მხოლოდ განმარტებები, ამ ტერმინების აი აქ არის ჭხილებში უკვე ენციკლოპედიური ლექსიკონი. ეხლა შეგნით რომ გადაათვალიეროთ, აი ნახოთ როგორ არის დალაგებული. ეს შესავალი აქვს ორენოვანი ინგლისური ენებზე, ეს ინგლისური სხვაჩვეულის ძალიან სასარგებლო იქნება სპეციალისტებისათვის, იმიტომ რომ აი ამ ტერმინების თარგმანები ყოფნის ადვილი შესაბამისი ინგლისურენოვანი ტერმინი არ არის ადვილი მისაგნები და იმიტომ რომ ზუსტი თარგმნა შეუძლებელია ასეთი ტერმინების ყველა ქვეყანაში თავისი საკუთარი გამოცდილებით იფსებოდა ხოლმე შინაარს რომელიმე სამოხელეო ტერმინისა და აქ არის ერთ სიტყვით ეს მცდელობა აღწერითი თარგმანებია და ტრანსკრიფციით არის გადატანილი ზუსტად ჩვენი ტერმინი. ჩვეულებრივ ასე თარგმნიან ხოლმე. ჩვენ მაგალითად უცხოურ ლიტერატურას რო ვკითხულობთ, ასად არ იქნება ნათარგმნი ჰერცოგი. მაგრამ განმარტება კი შესაძლებელია მისი უფლებების უკვე აღწერითად. აი ამ დაგვარი პრინციპით არის ეს განმარტებული, აი საკმაოდ ესეთი მოზრდილი ლექსიკონია და
რა თქმა უნდა ეს ხებსაც გამოადგებათ არა მხოლოდ ჩვენ. აი ამის შემდეგ კიდე ამ შესავლის შემდეგ გახლავთ უკვე ცალკეულ სამოხელეო აი ანბანურად დალაგებული როგორც ჩვეულებრივ სალექსიკონო ენციკლოპედიურ ლექსიკონებს ახასიათებთ არის თითოეული სამოხელეო ტერმინი გამოტანილი და ყოველ ტერმინის წყაროც ახლავს ხო? ყველა ტერმინს ანუ ყველა სტატიას ამა თუ იმ სამოხელეო ტერმინზე ახლავს მისი განმარტება, წარმომავლობა თვითონ ცნების შემდეგ და ლიტერატურა მითითებული. აუცილებლად წყაროები და ლიტერატურა. ეს მკითხველმა გაინტერესებულმა ცხადია სპეციალისტებისთვის არის უპირველეს ყოვლისა, მაგრამ ამას სხვა მკითხველიც ადვილად გამოიყენებს. არის წყაროები და შემდეგ ყველაზე უფრო რაც ამ წიგნისათვის არის ალბათ ამ შემთხვევაში პირველი მცდელობა ის რომ ყოველ სამოხელეო ტერმინის განმარტებას ანუ სტატია სამოხელეო ტერმინზე არსებულ სტატიას ახლავს კონკრეტული პერსონალია ვინ იყო ამა თუ იმ ხელობის მებულის თანამდებობის აზრით მატარებელი რომელ ეპოქაში რომელ საუკუნეში რაც კი ვიცით წყაროები და არის შეკრებილი, თქვათ, ათაბაგების ძალიან დიდი თანამდებობა იყო მე-13 საუკუნის საქართველოში და აი ყველა ის ათაბაგი, რომელიც კი ჩანან ჩვენს წყაროებში და არა მარტო ქართული წყაროები აქვს გამოყენებული, აი ყველაზე არის რაღაცა ტექსტი იმ მოცულობის, რომ ამოვწუროთ ჩვენთვის დღეისათვის არსებული ცნობა მოკლედ, მაგრამ აი ამომწურებად არსებითი მომენტების გათვალისწინებით მკითხველს მიწვეული ქონდეს და იმასაც აი ყოველ ასეთ პერსონას ახლავს თავისი ლიტერატურა და თავისი წყაროების მითითება. შეუძლიათ რომ მოიწერ. ქართულზე რა თქმა უნდა საკმაოდ ვრცელი თემაა, წეგან პოტენციური მკითხველი თქვით და არ მხოლოდ დარგის სპეციალისტებისთვის ვფიქრობ რომ უფრო ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება აღნიშნული გამოცემა. დასასრულისკენ გკითხავთ, თქვათ ეს როგორ პროექტში დაიბეჭდა, ეს იქნება ის რომ თქვათ წიგნის მაღაზიაში თუ გრანტის ფარგლებში. მინდოდა მე თქვა კიდევ კარგი შემახსენე. ეს არის რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროექტი, საგრანტო პროექტია და ეს ჩვეულებრივ არ იყიდება. კონკრეტული ტირაჟი გამოვიდა 300 ერთეული იქნება, ნუ ტირაჟი ახლა ამ დღეებში ველით ყველა რაღაც მარტო საჩვენებელი ძალები გქონდა ხელთ, მაგრამ ნუ ალბათ ამ წლის ბოლოს გვექნება და ეს დაურიგდება ბიბლიოთეკებს. დაურიგდება თქვათ უნივერსიტეტის სათანადო ფაკულტეტის პატარა თავიანთ ბიბლიოთეკებს, ასევე კაბინეტებს და აი მსხვილ ბიბლიოთეკებს შევეცდებით რაიონების აი უნივერსიტეტებში, თქვათ ქუთაისში, ბათუმში, ესეთ გავაგზავნოთ გორში, სადაც და აი მუზეუმებსაც, რა თქმა უნდა, სადაც სამეცნიერო კვლევითი პროცესი მიმდინარეობს, აი იმ დაწესებულებებს აუცილებლად გავუგზავნით და ისე რომ გაიყიდოს ეს ძირითადად ასეთი პროექტების ფარგლებში იქნება ფუნდამენტური კვლევები და საჭირო ადგილებში. ქალწონამზია მობრძანებისთვის, საინტერესო საუბრისთვის მე მაყურებელს ვეტყვი რომ ხელისწერთა